გვაქვს შემდეგი ამოცანა. მოცემულია, ზოგიერთი კეთილი ადამიანი ბრძენია, არც ერთი კეთილი ადამიანი არ არის უბედური, ყველა შურიანი ადამიანი უბედურია. ეს არის ვენის დიაგრამის ტიპის ლოგიკური ამოცანა. ჩვენ სიმრავლეებს შორის მიმართება წრეების საშუალებით უნდა გამოვსახოთ და გავაკეთოთ შესაბამისი ლოგიკური დასკვნა. პირველი, ზოგიერთი კეთილი ადამიანი ბრძენია, გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გადავკვეთოთ კეთილი და ბრძენი ადამიანი, ხო? ესე იგი, კეთილი კვეთს ბრძენს, ხო? ესე იგი, ზოგიერთი გულისხმობს თანაკვეთას. არც ერთი კეთილი ადამიანი არ არის უბედური, ნიშნავს იმას, რომ უბედურის წრე არის ცალკე სიმრავლე, რომელიც არ კვეთს კეთილს. თუმცა, ჩვენთვის უცნობია უბედურისა და ბრძენის მიმართება მოცემულ ეტაპზე. ყველა შურიანი ადამიანი უბედურია, ნიშნავს იმას, რომ შურის წრე არის უბედურის ქვესიმრავლე, ხო? აქ შეგვიძლია დავიმახსოვროთ, რომ სიტყვა ყველა, რომელიც სიმრავლესაც ერთვის, ყოველთვის არის პატარა წრე. მოკლედ, გვაქვს ესეთი განლაგება, არ ვიცით ჩვენ უბედურის და ბრძენის, შურიანის და ბრძენის მიმართება, თუმცა ვიცით, რომ კეთილი უბედურს და შურიანს ვერ გადაკვეთს. შემდეგ უკვე უნდა გავიაზროთ ჩვენ სამი ტიპის ლოგიკური დასკვნა. შესაძლებელი, აუცილებლად ჭეშმარიტი და მცდარი. თითოეული სავარაუდო პასუხს ამ სტატუსიდან რომელიმე უნდა მივანიჭოთ. ზოგიერთი შურიანი ადამიანი არ არის ბრძენი. ნახე, ერთი შეხედვით, თითქოს ასეა, მაგრამ შესაძლებელია, რომ ყველა შურიანი ადამიანი იყოს ბრძენი. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ არ ვიცით ბრძენი როგორ უკავშირდება უბედურსა და შურიანს, ამიტომ თეორიულად დასაშვებია, რომ ყველა შურიანი იყოს ბრძენი. შესაბამისად, ვერ ვიტყვით აუცილებლად ჭეშმარიტია, ზოგიერთი შურიანი ადამიანი არ არის ბრძენიო. ზოგიერთი კეთილი ადამიანი შურიანია. ეს მცდარია, შეუძლებელია კეთილი და შურიანი კვეთდეს ერთმანეთს, იმიტომ რომ შური უბედურის წრეშია და უბედური და კეთილი არ კვეთდა ერთმანეთს, ხო? ამიტომ ეს პასუხი მცდარია. არ არსებობს ბრძენი ადამიანი, რომელიც უბედურია. ესეც შესაძლებელია, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთი ბრძენი იყოს უბედური, ანუ ამ ორ სიმრავლეს შეიძლება ჰქონდეს თანაკვეთა. არსებობს ბრძენი ადამიანი, რომელიც არ არის შურიანი, არის ჩვენი ჭეშმარიტი პასუხი. ანალოგიურად იქნებოდა არსებობს ბრძენი ადამიანი, რომელიც არ არის უბედური. ესე იგი, ბრძენის ის ნაწილი, რომელიც კეთილს კვეთს, ვერ გადაკვეთს ვერც უბედურს და ვერც შურიანს. ამიტომ დეპასუხი აუცილებლად ჭეშმარიტია. დეპასუხის უარყოფას ჩვენ ვერ შევძლებთ. დეპასუხის უარყოფა რო ვცადოთ, უნდა ვთქვათ, რომ ყველა ბრძენი ადამიანი არის შურიანი, რაც ეწინააღმდეგება პირობას. და ეპასუხი არც ერთი შურიანი ადამიანი არ არის ბრძენი, ასევე შესაძლებელია, ხო? შეიძლება საერთოდ არ კვეთდეს ბრძენი შურიანი, შეიძლება კვეთდეს. ამიტომ ეს აუცილებლად ჭეშმარიტი არ არის, თუმცა შესაძლებელი არის. გამოვიდა, რომ დეპასუხი იქნება აქ აუცილებლად ჭეშმარიტი. და აქვე გვაქვს ჩვენ შემოთავაზებული მსგავსი ამოცანა, რომელიც შეგიძლია დამოუკიდებლად შეასრულო და შეამოწმო შენი ცოდნა.